დილამშვიდობისა ყველას მოგესალმებით. დილა დავიწყე ყავით და გაჩვენებთ ვერე რომელი ყავით. გოგოები მიირთმევენ წიტიპურას ფანტას მოცვით და ბანანით. ხო და მე დავტკბები ახლა ყავით. აი ეს ყავა არის, რომელზეც გეუბნებოდით, საკმაოდ მეგემრიელა მინდა გითხრათ და ძალიან მომეწონა, ალბათ გემოვნების ამბავიც არის ამ კუთხით, ვისთვის როგორ. რა გაწუწუნებს, ყავა გინდა შენც? რა გინდა? მიაუ. მიაუ მიაუ. რა გინდა? აი ესე გამოიყურება მოკლედ ჩემი ზედა შოკ მარინაში შეძენილი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ასე მგონია ეს ფერი არის ჩემთვის შექმნილი თქო. რომ ძალიან მიყვარს და ზოგადად ესეთი სტილი მომწონს ძალიან. ხსნათ კომფორტულად ვგრძნობ თავს. და მაინც ჟაკეტს მოვიგდებ ახლა. წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ მაინც მოვიგდებ ესე ჩემს ზარას ჟაკეტს. ესე, რომელსაც აქ რაღაცნაირი ღილები და როგორც კი გამოედება კლავებს ან რომელიმე ნაწილზე ეგრევე იპუწება. თორე ეს არის იდეალური, ძალიან მომწონს. ჩემი ჩანთა და წავედით. ზარას პოტასები, რომელიც ვიყიდე 45 ევროდან 25 ევროდ და ძალიან კომფორტულები. წავედით მოკლედ ახლა ჯერ იმუნოლოგიაში, მერე ქუთაისში. წუწუნებდი გულში რა ჩამიყვანს ახლა იმუნოლოგიასთან ფეხი თქვა და ჩემო უსაყვარლესმა მეზობელმა. მოდი მაკრინე ჩაგიყვანო. და წავედით ახლა გიოსთან ერთად ჩამიყვანს და მერე წავალ ქუთაისში. ანალიზები. რა თქმა უნდა ისეთი შედეგი არ არის რაც წინა მორბედი ანალიზი იყო. აი ძალიან უმნიშვნელო ცვლილება აქვს, მაგრამ წინა ანალიზმა რო ჭკუიდან გადამიყვანა, ისეთი ცვლილება მართლა არ აქვს ამ ანალიზებში. ხო და წავედით ახლა. დაველოდოთ სამარშრუტო ტაქსს. რომ წავიდეთ ქუთაისში. ავიღოთ დანიკუნას სათვალე. ცოტა შეხეფავს. ჩამომაწვეთა სახეზე. აი ესეთი ამბებია. სიგრილია სასიამოვნო. გამოვიტანე დანიკუნას სათვალე. თითქოს არც არაფერი არ შეგვიცვლია. ისე გამოიყურება იდეალურად. ხო და იმდენი ხანი ვიცადე მოედანზე, რომ წყალტუბოს გადასახლებისკენ წამოსულიყავი. ლამის ჩამომეძინა იქ. ახლა მივდივარ. ნათლია ჩემს გავული რაღაც საქმე მაქვს. საავადმყოფოში ვნახავ. ხო და მე წავალ წყალტუბოში. რამდენი შენობებია აღშენებული. ახალი შენობები, ბინები ინტერვენციულთან. ძალიან ბევრი. და ჩემთვის უჩვეულოა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ იყო. მე რა აქეთ ვიყავი. რაღაც უზარმაზარი მარკეტი, ზღაპარი. და წავედი ახლა. ნათლია ჩემს გაუარე. წლების წინ საბერძნეთიდან რომ ჩამოვედი, მაშინ დავიწყე მუშაობა აქ, მუშაობდი არქივში. ინტერვენციული არქივში. და მყავდა საოცარი თანამშრომლები და ძალიან ტკბილად მახსენდება ის პერიოდი. კარგი იყო აქ მუშაობა. ხელფასი არ იყო კარგი. სასაცილო ხელფასი გქონდა. მაგრამ სახში ჯდომას მერჩივნა რომ მე მუშავა. ესე ტკბილად მახსენდება აქ მუშაობის პერიოდი. გოგო, გამომხედე აქეთ, მოდი. მოდი აგერ ახლოში დაგინახო კარგად. მოდი. ვინ წაგისვა პომადა? ესე ლამაზად შენ თვითონ წაისვი? აი მე. მოდი აგერ შემანჭიკელა პრანჭიკელა. მაიკო მიდის ახლა ქვემოთ ბაზართან, ფული უნდა გადავახურდავო და შემდეგ მივდივარ ქვიტირში. რა მინდა ქვიტირში? რა თქმა უნდა მანქანის ნაწილები.
ხო იცით რომ ჩემ მანქანა განისვენებს. ხო და უნდა წავიდე ვიყიდო ნაწილები. მე უნდა წავიდე, უნდა წავიღო ხელოსანს, გოგოები რა თქმა უნდა, ბებოებთან არიან. ხო და ესეთი ამბები. აი მედია ყველა ნაწილს ვიყიდი რაც საჭიროა. მანქანა არის ფაქტიურად დაშლილი. აი მე რაღაცა შემაფრინდა. და შემაფრინდა თუ შეხედეთ. გაფრინდა უკვე. აზუბოდან წამოვედი ტაქსით ქვიტირში. ქვიტირიდან დამჭირდა წამოსვლა ქუთაისში ჯავახიშვილზე ხელოსანთან, იმიტომ რომ მანქანის ვინ კოდი არ ვიცოდი. მე ისევ მომიწია ქვიტირში წასვლა. ქვიტირიდან ისევ მომიწია ხელოსანთან წასვლა. ვიყიდე მოკლედ ნაწილები რაც ჰქონდა დაწერილი აბსოლუტურად ყველაფერი. ზეთი ვიყიდე. დავუტოვე და დაელოდეთო ოლიმპიური სიმშვიდითო 3 დღეში იქნება თქვენი მანქანა მზადო და მაინც იქნება მზად ერთმა ტაქსი გაუშვყალტუბოში. ხო და მე დავრჩი ქუთაისში რაღაც საქმეებს მოვაგვარებ კიდე და მე წავალ. გადაწყვეტე გავაკეთო კარტოფილიანი ღვეზელები. ცომი უკვე მოვზილე, გაჩვენებთ. რეცეპტსაც დაგიწერთ და კარტოფილი მოვხარშე. ერთადერთი ცერეცო მჭირდება რა და დავალება მაქვს ახლა რომ ბოსტანში ნახო ცერეცო. კინძი ვნახე. ცერეცო არ ვიცოდა. წავედით. ვინ თქვა რომ აიკო ცერეცოს ვერ მიაგნებსო. მოკლედ გაგიკვირდებათ ახლა რა უნდა ცერეცოსთან კინძს. რა უნდა და მე დაუბარი აქ. მამაჩემა დათესა კინძი. დედაჩემს ეგონა რომ არაფერი არ იყო დათესილი. ხო და ადგა და დედაჩემა დათესა ცერეცო. და ესე კინძი და ცერეცო დაძმობილდნენ. ერთი სიტყვით. ესეც ჩვენი კარტოფილის პიურე მზად არის. აქვს კარტოფილი რა თქმა უნდა, ცერეცო და ცოტა მოშუშული ხახვი. ძალიან გემრიელი გამოვიდა. ესეც ჩვენი ცომი უკვე ამოფუმფულდა, კარგად დაისვენა და ახლა გავაკეთებ გუნდებს. ესეც ჩვენი უკვე გამზადებული ღვეზელები. რატომღაც ესეთი ფორმის ვარჩიე რომ გამეკეთებინა ამჯერად და ესეც უკვე შეპუწკუნებული კარტოფილიანი ღვეზელები. მოკლედ გამოვიდა ძალიან გემრიელი. აქედან ახლა დაგემშვიდობებით მომავალ ვლოგამდე.